კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება. 2025 წელი ამ მიმართულებით სააგენტოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. სამუშაოები მასშტაბურად მიმდინარეობდა საქართველოს 7 რეგიონში. შედეგად თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოში ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება. პროექტის მიხედვით ციმგომბორის აღკვეთილი გაფართოვდება 536 ჰექტარით, იგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. გურჯაანში დაცული ლანდშაფტი გაიზრდება 17814-ით, ხოლო გომბორის ეროვნული პარკი 22023 ჰექტარით. ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული ტერიტორიების გაფართოების შედეგად საერთო ფართობი დაახლოებით 220.000-მდე გაიზრდება და 1.150.000 ჰექტარს მიაღწევს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის პრიორიტეტულია არსებული ტერიტორიების გაფართოება და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა. 2025 წელს აქტიური სამუშაოები იქნა გაწეული, რომ შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორიები კერძოდ 7 რეგიონში. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტები, რომ 2026 წელს პირველივე საპარლამენტო სესიებზე, საგაზაფხულო სესიებზე წარდგენილი იქნას რაჭის გაფართოების შესახებ კანონპროექტი, ამას მოყვება შემდგომში კახეთში ცივგომბორის ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტი, სამეგრელოში ეგრისის შექმნის კანონპროექტი და როგორც გითხარით, მთლიანობაში 2026 წელს ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ 7 რეგიონში დაცული ტერიტორია ახალი. კახეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული რეგიონია, სადაც არაერთი დაცული ლანდშაფტი, ბუნებრივი რეზერვატი თუ ეროვნული პარკი არსებობს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უფრო სწორად იქნეს გამოყენებული კახეთის რეგიონის პოტენციალი. კერძოდ აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ცივგომბორის ქედზე, ეროვნული პარკისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაცული ლანდშაფტის შექმნის თაობაზე. ბუნებრივია ჩვენს რეგიონში დამატებით შექმნილი ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი ხელს შეუწყობს რეგიონში ვიზიტორთა ნაკადის გააქტიურებას, მოიზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ტურისტებს, რაც ჩვენი რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს. მას შემდეგ, რაც ახალი დაცული ტერიტორიები დაარსდება სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რაჭაში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში, ცხადია დაცული ტერიტორიების სააგენტო დაიწყებს თითოეული დაცული ტერიტორიისათვის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას. მენეჯმენტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რაცაც ახორციელებს ადმინისტრაცია, მათ შორის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურიზმის განვითარება და ასე შემდეგ. და შესაბამისად, ყველა ის საქმიანობა კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი უკვე ადმინისტრაციის მიხედვით განხორციელდება მომავალი 9 წლის განმავლობაში.